Alhamdulillah, as-salatu was-salamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას. პარასკევია დღეს და ვაგრძელებთ როგორც ყოველ პარასკევს ჰადისების განმარტებას ვკითხულობთ. წინა პარასკევს ჩვენ დავამთავრეთ 26-ე ჰადისის წაკითხვა და დღეს ალლაჰის ნებით დავიწყებთ 27-ე ჰადისის განხილვას. უпростоრად დღეს წავიკითხავთ ძირითად ჰადისს და მის რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას. ზოგადად წარმოდგენას შევიქმნით თუ რასთან დაკავშირებით იქნება მომდევნო კვირებში საუბარი, ხოლო მომდევნო პარასკევიდან დავიწყებთ უკვე უშუალოდ ამ ჰადისის შინაარსის გარჩევას და განმარტებას. ჰადის გადმოგვცემს ნევას ბინ სემან ალ-ანსარი რადიალლაჰუ ანჰუ, ვაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. ეს ჰადისი გადმოცემულია იმამი მუსლიმის საჰიჰ ჰადისთა კრებულში. ასევე იმამ ბუხარისაც აქვს შეტანილი თავის ადაბ ალ-მუფრედში. ანუ საჰიჰის ის ძირითადი საჰიჰ ჰადისების კრებული, რაც არის ბუხარის ყველაზე ცნობილი, იმ კრებულში არ აქვს შეტანილი, თუმცა ამის გარდა კიდევ აქვს იმამ ბუხარის ერთი ნაშრომი ადაბ ალ-მუფრედ, სადაც ძირითადად ჰადისები შეკრებილი აქვს მორალთან და ზნეობასთან დაკავშირებული ჰადისები და ამ ნაშრომში ეს ჰადისიც აქვს შეტანილი. და კიდევ სხვა კრებულებშიც ყვება ეს ჰადისი, რა თქმა უნდა. ეს საჰაბე ნავასი გადმოგვცემს, რომ საელტუ რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, მე ალლაჰის შუამავალს ვკითხე ანილ ბირრი ვალ ითმი, სიკეთისა და უკეთურების შესახებ ვკითხე. ანუ კითხა საჰაბემ შუამავალს, რომ რა არის სიკეთე, რა არის კარგი საქციელი, რა არის უკეთურება, რა არის ცუდი საქციელი, ამის შესახებ ვკითხე მას. ფეყალე, და მან მიპასუხა, რომ ელ ბირრუ ჰუსნულ ხულუყი, სიკეთე არის კარგი ზნეობა, კარგი მორალი. ვალ ითმუ მა ჰაკე ფი სადრიკე, ხოლო უკეთურება არის ის, რაც შენ გულში გხრავს, სვენებას არ გაძლევს. როცა ამას ჩაიდენ, მოსვენებას არ გაძლევს. გიჩნდება კითხვები, ნეტავს სწორად მოვიქეცი თუ არა. მიდიხარ ერთ საკითხები, მეორე საკითხები არ გასვენებს. ან კიდევ თუ გააკეთებ, გინდა რომ დამალო და ხალხმა არ შეიტყოს ამის შესახებ. რომც ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ ეს უკეთურება არის, ეს ცოდვა არის, ჰარამია, მაინც სული არ გასვენებს. შუამ ალაისალათუ ვასალამა უთხრა, ეს უკვე უკეთურება არის, ცუდი საქციელია და ამას მოერიდე. ნახე, მინიმალურიდან დაიწყო შუამ ალაისალათუ ვასალამა, ყველაზე დიდი ცოდვიდან კი არა, ყველაზე დაბალიდან. რომელიც შენ ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, ცოდვა არის თუ არა. მაგრამ მოსვენებას არ გაძლევს თუ კი ამას გააკეთებ. ამას იზამ. იქიდან დაიწყო ყველაზე მინიმალურიდან და იმაზე ზევით რაც არის, ისედაც რომ უნდა გაეცალო და მოერიდო, უკვე ავტომატურად გასაგები ხდება. ამიტომ უთხრა, რომ უკეთურება არის ის, რაც შენ გულში გხრავს, მოსვენებას არ გაძლევს. ვაკერიხტე ენ ტატალი ალეიჰინნასუ, და არ გინდა რომ ამის შესახებ ხალხმა შეიტყოს. მალავ მოსვენებას გართმევს და მალავ რომ ხალხმა ამის შესახებ შეიტყოს. ეს უკვე საკმარისია უკეთურებად, რომ შენ მას გაეცალო. ამ ჰადისის განსხვავებული ვერსიები არსებობს კიდევ სხვა, ან მსგავსი შინაარსის სხვა ჰადისები არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთს გადმოგვცემს ვაბისა იბნი მაბედ რადიალლაჰუ ანჰუ, ვაბისა ბინ მაბედი, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. ყალე, მან გითხრა, რომ ეთეიტუ რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამთან მივედი. ყალე, და მან მითხრა, სანამ მე რამეს ვეტყოდი, მან მითხრა, რომ ჯიტე თესელუ ანილ ბირრი ვალ ითმი, შენ იმისთვის მოხვედი, რომ სიკეთისა და უკეთურების შესახებ მკითხო, ხო? თუ ნაამ, მე უპასუხე, დიახ, მაგისთვის მოვედი. ყალე ისტეფტი ყალბეკ, მან მითხრა, რომ საკუთარ სულს, საკუთარ გულს კითხე. ანუ ჩვენთან რო ვიცით თქმა, რომ გულში ჩაიხედეო. საკუთარ თავს, საკუთარ სინდის კითხე. მოგწონს ეს შენ.
სხვამ შენ რომ ასე მოგექცეს მოგწონს? თუკი პატიოსნად სპეტაკად ადამიანი დაფიქრდება, ის გული მას უკარნახებს. ის სპეტაკი ბუნება, რომელზეც გაჩნდა, რომელსაც ჩვენ ფითრათს უწოდებთ. ფითრათი არის ის სპეტაკი ბუნება, რომლითაც ალლაჰმა ადამიანი მოავლინა ამ ქვეყანაზე. ადამიანი ამ ქვეყანაზე რომ მოდის, ის არც ბოროტია, არც შურიანია, მანაც ტყუილი იცის, არც რამე ღლეტაქუცვა და ასე შემდეგ. ის არის სპეტაკი. ამ ყველა უარყოფით ხასიათებს ის იძენს გარემოდან. ხალხისგან, იგივე ყოფებისგან, რასაც ხედავს, იმათგან სწავლობს თანდათან. ამიტომ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას ამის ფიტრატში, ამის სპეტაკ ბუნებაში, ყველა ადამიანის სპეტაკ ბუნებაში ჩადებული აქვს ის უნარი, ის კოდი, რომ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მას ამის ამოცნობა შეუძლია. ყურანიც რომ არ გამოიგზავნა, ისლამიც რომ არ გამოიგზავნა ადამიანებისთვის, ალლაჰს მათ კარგის და ცუდის ამოცნობა შეეძლოთ, ამ ბუნებით გააჩინა. ბატონო, ისინი ვერ ამოიცნობდნენ, რომ დღეში 5 ჯერ უნდა ვილოცოთ. ამისთვის შერიათია საჭირო. მაგრამ შენ რომ არ მოგწონს ისეთი რამე სხვას რომ გაუკეთო და ეს რომ ცუდია, ან რაც შენ მოგწონს ის რომ სხვას გაუკეთო, ეს რომ კარგია, ამოსაცნობად ვაჰის მოვლინება არ არის აუცილებელი, ამას შინაგანი ბუნებით ადამიანი გამოიცნობს. და როდესაც ადამიანი მართლაც სპეტაკად, პატიოსნად, გულწრფელად დაინტერესებულია, რომ რა არის კარგი, რა არის ცუდი, ამის ამოსაცნობად თავის გულში რომ ჩაიხედოს წრფელად და არა იმისთვის, რომ თავის დანაშაულს რაიმე გამართლების მიზეზი უნახოს. ამის ცდილობაში თუ არის ადამიანი ამის ფიქრში, ის ვერც ნახავს ჭეშმარიტებას. მაგრამ ვინც სპეტაკად მიუდგება და გულში ჩაიხედავს, იქაც პოვებს მიმართულებას, რომ საით არის სიკეთე, საით არის უკეთურება და ბოროტება. შუამავალმაც ეს უთხრა, რომ გულში ჩაიხედე. ელ-ბირრუ მა ატმაენნათ ილეიჰილ ყალბუ. სიკეთე არის ის, რაზეც მშვიდობს შენი გული. რაზეც შენ გული დაგიმშვიდდება. არანაირი ეჭვი არ გაგიჩნდება, რომ ნეტავ ცუდს ხომ არ ვაკეთებ. გულის სიმშვიდით შეგიძლია გააკეთო. ისეთი საქციელია, თქვათ ვიღაცას ეხმარები გაჭირვებულს. არასდროს ეჭვი არ გაუჩნდება და არასდროს არ დაფიქრდება ადამიანი, რომ ნეტავ ცუდს ხომ არ ვაკეთებ. მაგრამ როცა არის საკითხები, რომლებიც გაეჭვებს და შენ გულში მოსვენებას არ გაძლევს, იმაზე რაც ამბობს, ველ ithmu ma haka fi nafsi wa taraddada fi sadri. ხოლო უკეთურება არის ის, რაც მოუსვენრობას გაძლევს შენ სულში, სულიერად არ გასვენებს და გულში ეჭვებს გიჩენს. wa in aftaka an-nasu wa aftawk. თუნდაც რომ ხალხმა შენ ამის შესახებ ფეთვა მოგცეს. შენს გულში მაინც ჩაიხედე და შენ სინდის მაინც კითხე. ხომ არის ხანდახან რომ მაგალითად დასალევზე რომ დალიე და ცოდვა ჩემი იყოს. რა ის ცოდვა არის და ასე შემდეგ ხალხი გეუბნება. მაგრამ შენ გულის სიღრმეში ხდები რომ ეს არ არის კაი საქციელი. ამაზე ეუბნება რომ თუ გინდ ხალხმა შენ ფეთვა მოგცეს და გითხრას რომ არა უშავს, გააკეთე, მიდი და წაგაკეზონ. შენ მაინც ჩაიხედე გულში და მიხვდები რომ სიმართლე არის თუ არა. კიდევ იგივე საჰაბისგან განსხვავებული ვერსიით არის გადმოცემული, რომ ეთეიტუ რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. მე მივედი ალლაჰის შუამავალთან و انا اريد الا ادع شيئا من البر والاثم الا سالته عنه. შუამავალთან იმისთვის მივედი რომ სიკეთის ან უკეთურების შესახებ არაფერი გამომრჩენო და ყველაფერი მეკითხა. ყველაფერი შემეტყო თუ რა იყო სიკეთე, რა იყო უკეთურება. მართლაც ახლა ასეთი რამეები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს და რომ ჩამოთვლას შეეცადო, შეიძლება ყველა ვერც ჩამოთვალო და გამოგრჩეს. ამიტომ შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მას მისცა საზომი, რითაც შეეცდებოდა გამოეცნო თუ რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ფეყალელი და მან მითხრა უდნუ ია ვაბისა. ვაბისა. მოდი ახლოს ჩემთან მოდი, მომიახლოვდიო. ფედენეიტუ მინჰუ ჰატა მასat რუკბეთეჰუ. მე იმდენად ახლოს მივედი რომ ჩემი მუხლი მის მუხლს მიედო. ანუ როდესაც იჯდა შუამავალი, მეჩეთში მეც მივედი იმდენად ახლოს დავჯექი რომ ჩემი მუხლი მის მუხლს მიედო.
ფეყალე და მან მითხრა ია ვაჰაბისათე უხბირუკე მა ჯიტ თესელუ ანჰუ გინდა რომ გითხრა თუ რის საკითხავად ხარ შენ მოსული ანუ მას ჯერ კითხვა არ დაუსვამს ეს ამბობს რომ მე გულში ვფიქრობდი რომ სიკეთის და უკეთურების შესახებ მეკითხა და სანამ მეკითხვას დაუსვამდი მან დამიძახა მოდი ჩემთან ახლოს და მითხრა რომ გინდა გითხრა რის საკითხავად ხარ მოსული ყულთუ მე მას ვუთხარი ია რასულულლაჰ ხბირნი ო ალლაჰის შუამავალო მითხარი ყალე მან მითხრა ჯიტ თესელნი ანილ ბირრი ვალ ითმი შენ იმისთვის მოხვედი რომ მე მკითხო სიკეთისა და უკეთურების შესახებ ყულთუ ნაამ მე ვუთხარი რომ დიახ მაგისთვის მოვედი فجمع أصابعه ثلاثة فجعل ينكت بها في صدري ويقول شو أموال ما سامتيتي إرتات شكريبا دا أم سامتيتي كولزة شمخو كولزة دامدو سامتيتي دا مدخرة يا وابس استفتي نفسك أو وابس ساكوتار تاوس كيتخي ساكوتار سنديس كيتخي ساكوتار غولشي چاي خيدي البر ما اطمأنت إليه نفسه სიკეთე არის ის, რაზეც შენი სული დამშვიდდება, რაზეც შენი სული სიმშვიდეს ჰპოვებს. وَاطْمَأَنَّ إِلَيْهِ الْقَلْبُ და რაზეც დამშვიდდება შენი გული. وَالْإِثْمُ ხოლო უკეთურება مَا حَاكَ فِي الْقَلْبِ وَتَرَدَّدَ فِي صَدْرِ ხოლო უკეთურება არის ის, რაც გხრავს გულში და ეჭვებს გიჩენს მკერდში. وَإِنْ أَفْتَاكَ النَّاسُ وَابْتَوْكَ თუნდაც რომ ხალხმა შენ ფეთვა მოგცეს კითხრას რომ ასეა ისეა შენ გულში მაინც ჩაიხედე შენ სინდის შენს იმანს შენს გულს მაინც კითხე და დააკვირდი ამით მიხდები შენ ორიენტაციას მიმართულებას აუცილებლად პოვებ რადგანაც ის სპეტაკ ფიტრატზე ყოფი გული შენ არ მოგცემს ცუდ მიმართულებას კიდევ ამ ჰადისის ერთ-ერთ განსხვავებულ ვერსიაში, რომელსაც იმამი აჰმედი გადმოგცემს, ამბობს რომ ნათქვამია რომ ელ ბირრუ მა ინ შარაჰუ ლაჰუ სადრაკ სიკეთე არის ის, რაზეც შენ გული გაგეხსნება, რასაც შენს გულში სიმშვიდე დაიმსადგურებს. ველითმუ მა ჰაკე ფი სადრი ხოლო უკეთურება არის ის, რაც შენს გულს ხრავს. وإن أفتاك عنه الناس თუნდაც რომ ხალხმა ამაზე ფეთვა მოგცეს. თქვათ ხალხმა ფეთვა მოგცა, მაგრამ შენი გული მაინც რაზი არ არის. მაინც გეეჭვება, გეშუფელება რაღაცა. ეს რამეს მოერიდეო. და კიდევ ერთ ჰადისში აბუ უმამემ უთხრა შუამავალს რომ ია რასულულლაჰ მელ ითმუ რა არის ბოროტება, რა არის უკეთურება? ყალე მან მიპასუხა იდა ჰაკე ფი სადრიკა შეიუნ فدعه თუ კი გულში რაღაც გხრავს, რაღაც არ გასვენებს, რაღაც საკითხზე შენი გული ვერ დაჯერდა, არ მოგწონს, დაანებე თავი იმას, მოერიდეო. ობს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ და ამ ჰადისების ზოგადი შინაარსიდან ჩვენ უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ჰადისი, სადაც შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ბრძანებს, რომ ელ ჰარამუ ბეյინუნ ველ ჰალალუ ბეյინ ჰარამიც ცნობილია ცხადია და ჰარამიც ჰალალიც ცნობილი და ცხადია. وبينهما امور متشابهه და მათ შორის არის საეჭვო საქმეები, რომელიც რომ ჰალალსაც გავს, მუთეშაბიჰ ნიშნავს რაღაცის მსგავს. რომელიც ჰალალსაც გავს, ჰარამსაც გავს. ბოლომდე ვერ გადაგიწყვეტი ჰალალია თუ ჰარამია. ერთი მხრიდან ჰარამისკენ იხრება, მეორე მხრიდან ჰალალისკენ იხრება. შუამავალი ალეისალათუ ვესალამი ძანეს რომ რომელი ადამიანიც ასეთ საეჭვო რამებსაც მოერიდება დაანებებს თავს. ის დაიცავს საკუთარ სინდისსაც და საკუთარ იმანსაც. ჰარამისგან მორიდებაზე არ არის საუბარი. ჰარამი ის ცხადია და ჰარამისგან ისედაც შორს უნდა ვიდგეთ. აქ არის საეჭვო რამები, რომელიც რომ ჰალალია თუ ჰარამია ბორომდე გარკვეული არ არის, ამასაც ვინც მოერიდება, იმან უკვე თავისი იმანი, თავისი რწმენა მტკიცე ციხესიმაგრეში გაამყარა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეუქმნის საფრთხეს. მაგრამ ვინც ამ საეჭვო რამებს არ ერიდება, იმათ შესახებ რა თქვა,
ვინც საეჭვო რამეებს არ ერიდებაო, იმათი საქციელიო. გავს მწყემს, რომელიც ცხვარს აბალახებს ნაკრძალის პირას. ნაკრძალი ტერიტორიის პირას აბალახებს ცხვარს და დიდი საფრთხეა იმის, რომ ამას ეს ცხვარი ნაკრძალში გაექცეს. აი, იმის საქციელს გავს ის ადამიანი, რომელიც ჰარამსა და ჰალალს შორის არსებულ საეჭვო საკითხებს არ ერიდება, ძალიან ახლოს არის, ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ ეს ადამიანი ჰარამში აღმოჩნდეს. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ დაგვიცვას ჰარამისგან და შეგვაძლებინოს, რომ დავიცვათ ჩვენი სინდისიც და იმანიც. ალჰამდულილლაჰი რაბბილ ალამინ. الصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين.